დიახ, ქართული ოცნება რასაკვირველია რუსული პოლიტიკური ძალაა. დიახ, ქართული ოცნება რასაკვირველია FSB-ს შეკვეთებს ასრულებს, დაკვეთებს ასრულებს. დიახ, ქართული ოცნების სათავეში რასაკვირველია არის ჩვენს ქვეყანაში მყოფთაგან მთავარი FSB-შნიკი ბიზინა ივანიშვილი, რომელიც როდის დაავერბოვკეს და საკუთარ სამსახურში როდის ჩაიყენა რუსეთის იმპერიამ. მე კვლავ ვუბრუნდები კითხვას, რას აკეთებდა ბიზინა ივანიშვილი, ასე მაგალითად 1991 წლის 31 მარტს იყო თუ არა ის თბილისში ჩამოსული მოსკოვიდან, ჩამოვიდა თუ არა მოსკოვიდან თბილისში. საკუთარ ავტომობილზე ესკორტის თანხლებით თუ ესკორტის გარეშე გაემგზავრა თუ არა საჩხერეში და ჭორვილის საარჩევნო უბანში. მისცა თუ არა მან ხმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მე მაქვს პასუხი ამასთან დაკავშირებით. მაღალი ალბათობით კი არა. რასაკვირველია მას ეს არ გაუკეთებია, მეცაც გეტყვით, იმ ხანად მდიდარი კაცი იყო, მაგრამ არც ასეთი მდიდარი, ის ეწინააღმდეგებოდა სამზარეულოში მაინც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ მისთვის ეს იდეალები თავისუფლების, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ასე შემდეგ იდეალები მისთვის უცხოა, ის მტერია თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისა. უკვე შემდგომ 95 წელს ის აფინანსებდა კომბინაციაში ელცითან მყოფ ლებეთს, გენერალ ლებეთს რეალურად ერთ-ერთ ავტორს თუ მთავარ ავტორს არა, კარგით ასე ვიტყვით, ერთ-ერთ ავტორს 1999 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა. დიახ, რა უნდა მოხდეს, რომ შენ შეეკრა მტერს, ბილწს და ბიზინა ივანიშვილი მტერს არ შევეკრის ზავითა კი არა, მტერს სწორედაც რომ ბილწ მტერს სწორედაც რომ შეეკრა ზავითა. რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით, ვინ დაავალა, ვინ დაავალდებულა და თუ დაავალდებულა და დაავალდებულეს, ესეც დასტურია დამატებით იმისა, რომ ბიზინა იმთავითვე იყო შეკრული ალიანსში რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებასთან, იმჟამინდელი ხელისუფლების მემკვიდრე ამჟამინდელ FSB-შნიკურ პუტინისტურ ხელისუფლებასთან და იყო საქართველოს მოწინააღმდეგე, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ სხვა თემაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე. დიახ, საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, FSB-შნიკური, ASIAS და წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ ახლა სხვა გვარად უნდა ვისაუბრო, სხვა თემისაკენ უნდა შევუხვიო. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი პრორუსული ქმედებები რომ გაამართლოს, უფრო ზუსტი რომ ვიყო პრორუსული ნაბიჯები, რუსული ნაბიჯები რომ გადადგას, რუსეთისაკენ რომ გადადგას ნაბიჯები, მას სჭირდება ერთგვარი ნიადაგი, ერთგვარი საფუძველი, ერთგვარი იმგვარი მდგომარეობა, როცა მას ექნება გამართლება ბჭყალებში, გასაკვირველია, გაამართლებს საკუთარ ქმედებებს. ხო და ხელისუფლებამ ამის გამო თავადვე შექმნა რაღაცა ჯგუფები, რომლებიც მას უბიძგებენ უფრო პრორუსული ნაბიჯების გადადგმისაკენ, ვიდრე ის დგამს. მაგალითად, ამ წამამდე ბიზინა ივანიშვილსაც კი არ უთქვამს არასოდეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს საქართველოს, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს და რუსეთს შორის. ამ წამამდე ბიზინა ივანიშვილს არ უთქვამს და მის ამ ფსონებს, აქაურ ბანდიტებს, ქართული ოცნება, ქართული რუსული ოცნების ლიდერებს არ უთქვამთ, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. მაგალითად, არც ერთ მათგანს არ წამოსცდენია, არა ერთი-ორჯერ შეიძლება წამოსცდათ, მაგრამ ესეთი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო და არ წამოსცდენია არც ერთ მათგანს, რომ საქართველოში უნდა იყოს დაკანონებული რუსეთის სამხედრო ბაზები, პირდაპირ მნიშვნელობით ან ანტიტერორისტული ცენტრები რუსეთთან ერთად. ხო და საქართველოს ხელისუფლება ქმნის გარკვეულ ჯგუფებს მეთქი რომ თქვი და ვასახელებ კიდეც, ეს არის ასე მაგალითად ვატო შაქარაშვილისა, ნანა კაკაბაძისა და გელა ნიკოლაიშვილის ჯგუფი. ეს არის ლევან ვასაძის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ამ FSB-შნიკური სტრატეგიის თანახმად შესაძლოა აკრიტიკებს კიდეც ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებას და ამბობს, რომ აი ამაში და ამაში თქვენ ცდებით და უფრო მეტ პრორუსულობას, რუსულობას ითხოვს მისგან, ანუ დემოკრატიული საწყისებიდან კი არ აკრიტიკებს, არამედ სწორედ რუსული
საწყისებიდან აკონტროლებს რუსულ ნავში საბოლოოდ თავის დურთვას, გადასვლას, გადავარდნას სთხოვს მას. ეს არის სხვა ჯგუფები, რომლებიც ჩანს ან არ ჩანს. აი იმ დროს, როდესაც ქართული ოცნების ბანდა ერთ-ერთ სასტუმროში შეიკრიბა დედაქალაქის ცენტრში და ჩაატარა ყრილობა და პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ბანდიტი ირაკლი კობახიძე, პარალელურად მეორე სასტუმროში, ანუ ის რომ დაიწყო ამ მნიშვნელობა აქვს რომელ საათზე, მაგრამ თქვა 12 საათზე ის ყრილობა, 12 საათზევე პლუს მინუს 1 საათით დაიწყო სხვა სასტუმროში ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ყრილობიდან დაახლოებით 500-600 მეტრში, 800 მეტრში მეორე თავყრილობა ღია ქართული ოცნების მიერ გამოყევებილი პოლიტიკური ბრჭყალებში ექსპერტებისა, რუსეთიდან ჩამოსული ვიღაც ტიპისა თუ ტიპებისა და აქ ვინც დახვდა იმ პრორუსებისა. დავასახელებ. ფრიდონ ინჯია, რომლის ვაჟიც ქართული ოცნების წარმომადგენელია და რომელმაც ქართულ ოცნებას უთხრა რომ მე კი გავალ პარლამენტიდან, მაგრამ ჩემი შვილი შემოიყვანეთ პარლამენტშიო. ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია, ხსენებული ნანა კაკაბაძე, ხსენებული ვატო შაქარაშვილის იყო თუ არა არ ვიცი, ნიკოლაიშვილი, სხვები და აგრეთვე კალაძის სიძე გვარი არ მახსოვს, თუმცა კი ბლოგი მქონდა მის შესახებ რამდენიმე ხნის წინ, ანუ კალაძის დედაქალაქის მერის დის ქმარი. ესენი შეიკრიბდნენ ცალკე, დაარქვეს საკუთარ კონფერენციას უხეშად ვამბობ სახელწოდებას ვერც დაიმახსოვრებს კაცი არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს რაღაც სულაგეზისა თუ საქართველოს ქმედებების თაობაზე კონფერენცია შეიკრიბნენ არამრგვალ მაგიდასთან და იმსჯელეს. და იმსჯელეს როგორ გონიათ რაზე? იმსჯელეს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას უფრო აქტიური ნაბიჯები მოსკოვის მიმართულებით. პარალელურად კი არა ორი დღის თავზე აი ამ მეორე კონფერენციის თავკაცი, რეალური თავკაცი FSB-ში ნიკი ფარცხალაძე მოსკოვში წითელ მოედანზე იმყოფებოდა, სხვათა შორის იმასთან ერთად, იმ ქართველ რუსთან ერთად, ქართულ გვარიან რუსთან ერთად, მოსკოვში დიასპორის წარმომადგენელია თუ არ ვწდები ის კაცი, რომელმაც აქ ჩაატარა კონფერენცია. ანუ რა ხდება? ნიადაგი მზადდება და ხელმოწერებიც კი შეაგროვეს ამ კაკაბაძეებმა, ვალერი კვარაცხელიებმა, სხვებმა იმის თაობაზე, რომ საქართველოს უნდა დაუახლოვდეს რუსეთს. კითხვაზე ელაპარაკება თუ არა შესაბამისად ცოლის ძმა კახა კალაძეს ეს რა გვარია? რატომ არ მახსოვს? ჩავხედავ ახლა ბოდის ვიხდი. ეს კალაძის ნათესავი, კალაძის სიძე, ხო, ბოდის ვიხდი ჩავხედავ და ასე განვაგრძობ მე მსჯელობას. ელაპარაკება თუ არა საქართველოს რუსეთის დაახლოების აუცილებლობაზე, სწორედ ამაზე ველაპარაკებიო. ყოველდღე ამ თემაზე ველაპარაკობთო, დაახლოებით ეს თქვა კაცმა გვარით და გიბოდიშებთ 25 წამიანი პაუზისათვის გავიხსენებ გვარს. ამ კაცის გვარი არის კალაძის სიძე, ესე გეტყვით. აბულაძე ელაპარაკება თურმე კალაძის. კალაძე დასაკვირველი თავს უქნევს, უბრალოდ ის რომ თავს უქნევს, ეს საჯაროდ არ გამოაქვს. კალაძეს მაინც საბოლოო ჯამში არც არავინ არ ეკითხება, როგორი იქნება ტაქტიკა რუსეთთან დაახლოებისა, ეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს და არა კალაძემ, აბულაძემ თუ ნებისმიერმა ვინც საინფორმაციო მიზეზს კი არა ნიადაგს სინჯავს და ქმნის იმისთვის რომ საქართველოს დაუახლოვდეს რუსეთს. რას აპირებს ქართული რუსული ოცნება გარკვეული პერიოდის შემდეგ? რას აპირებს და როდესაც ნიადაგი იქნება მოსინჯული და შეატყობს რომ პროტესტანტთა რაოდენობამ იკლო და საერთოდ პროტესტი გაქრა. ამის შემდეგ ქართული რუსული ოცნება რასაკვირველია გააუქმებს პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც ის იქნება დიპლომატიური ურთიერთობების კი გაწყვიტოს ცალკეულ სახელმწიფოებთან. აგეგოგა ხაინდრავა აგენტმა ისიც კი თქვა, რომ ევროკავშირის ელჩიო ხერჩინსკიო თავად უნდა მიდიოდესო ქვეყნიდან, რომ მასო თავმოყარეობა ჰქონდესო. ესენი არიან ფაშისტებიო, თავად ფაშისტმა გოგა ხაინდრავამ, ფაშისტ ბოლშევიკმა გოგა ხაინდრავამ თქვა, ესენი ამზადებენ ნიადაგს და როგორც კი ამის შესაძლებლობა ეკნებათ, არ ვიცი ვისი პირით,
ალბათ უფრო კობახიძის, ისინი გამოგვიცხადებენ თანმიმდევრულად შემდეგ გადაწყვეტილებებს მიღებულს მათსავე რუსულ ტვინებში. ეს არის პირველი. საქართველოს უარს ამბობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე, ზუსტად ისევე აჩერებს პროცესს, როგორც შეაჩერა ევროკავშირისკენ მოძრაობა. პირველი. მეორე, საქართველოს იწყებს ფიქს ნეიტრალიტეტის თაობაზე და შესაძლოა მან ჩაატაროს რეფერენდუმიც კი, იმიტომ რომ 2008 წლის რეფერენდუმი ნატოში გაწევრიანების თაობაზე უკვე მოძველებულია და იმის შემდეგ გამოხდა ლამის 20 წელიწადი, კარგი 20 არა, 17 წელიწადი, ფაქტია. იწყებს ფიქს ნეიტრალიტეტის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. მესამე, საქართველოს აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან, იმიტომ რომ რუსეთი თავის მხრივ ჩვენ მოგვიწოდებს ან ჩვენ გვიბიძგებს ან ხელს შეუწყობს უფრო ზუსტი რომ ვიყო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის და ეს იქნება საფუძველთა საფუძველი რომ საქართველოს აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მოსკოვთან, გაცვალოს დიპლომატიური წარმომადგენლები, ანუ ელჩი გაუშვას და ელჩი მიიღოს სრულფასოვანი პრაქტიკულად და საქართველოს იწყებს ანტიტერორისტული ცენტრების ან ანტიტერორისტული ერთი ცენტრის დაარსებას რუსეთთან ერთად გლობალური იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც შექმნილია ფართო გაგებით ან ვიწრო გაგებით რეგიონში, ფართო გაგებით რეგიონში და რომლებიც გარდაულა და აუცილებელია და საქართველოს ამ ანტიტერორისტულ ტერორიზმის საფრთხეს ვერ გაუმკლავდება მარტო, ხოლო ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ასე კი იტყვიან, არ არიან ადეკვატურნი მოცემულ ეტაპზე და რაღაცა არ არიან მოცემულ ეტაპზე ადეკვატურნი, საქართველოს უნდა იყოს ვინმესთან ერთად რომ გაუმკლავდეს მსოფლიო პრობლემას ტერორიზმს როგორც ასეც იმას კი დაივიწყებს რომ ტერორისტულ ქვეყნებთან ტერორისტულ დაჯგუფებებთან უფრო ზუსტი რომ იყო ასე მაგალითად ჰამასთან ჩახუტებულია იყო და არის ირაკლი კობახიძე და ტერორისტულ ქვეყნებთან უბრალოდ ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობასაც კი არა უვიზო რეჟიმსაც კი აწესებს აგენტი FSB-ს აგენტი მაკა ბოჭორიშვილის უწყება და უშუალოდ მაკა ბოჭორიშვილი. მაკა ბოჭორიშვილზე ორი სიტყვა იცით რომ 150-170 თანამშრომლის განთავისუფლება ის პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებულია. იგულისხმება ცენტრალურ ოფისში მყოფებიც და არა მხოლოდ ცენტრალურ ოფისში მყოფები, მათ შორის საშტატო ერთეულის შემცირება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში. ეს დასაკვირველი არის უშუალოდ ბოჭორიშვილის გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ბიზნეს გადაწყვეტილება, უბრალოდ მისიც არ არის, ეს არის მიდის ლავროვის უწყების და FSB-ს ერთობლივი ინსტრუქცია, რომელიც მიუვიდა აბასთუმნის უღრანების ბინადარ ივანიშვილს, მან ეს ინსტრუქცია გადასცა ბოჭორიშვილს უთხრა, როგორც გინდა 70 ხა იქ რაოდენობა შეიძლება დასახელებული არ იყო, შეამცირე, მოასუსტე საელჩოები, მოასუსტე დეპარტამენტები, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობენ, გაუშვი პროფესიონალები და ხალხი აიყვანე ქუჩიდან იმ ლოგიკით ბრჭყალებში, რომ მაგეს ახალგაზრდებს ხონდა მივცეთ ასპარეზი და შესაძლებლობა განვითარებისა, რაც ასევე რუსული პროექტია, იმიტომ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის რიგითი უწყება და თავდაცვის სამინისტროს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იყოს, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მეხსიერებას, მემკვიდრეობითობას, უწყლეთ ხას, იქ გაზრდას განა ახალი კადრები არ უნდა მოდიოდნენ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია რომ ამ ეს ახალი კადრები იყვნენ ცოდნენი და არა ისეთები, როგორიცაც ისედაც გადავსებულია საგარეო უწყება, ანუ ქართული ოცნების ერთგული კადრებით და ისედაც გადავსებულია ცალკეული საელჩოები, ამ არაკომპეტენტურებს კი არ განთავისუფლებენ სწორედაც რომ კვალიფიციურებს განსაკუთრებით მათ მისდგებიან 150 კაცს თუ არ ვწდები, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას გასული წლის ნოემბრის ბოლოს რა დეკემბრის დასაწყისში და რომელიც საქართველოს 78 კონსტიტუციის 78 მუხლის დასაცავი პეტიცია იყო, რომელიც მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ და ბევრმა ცნობილმა ან ნაკლებად ცნობილმა, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, დიპლომატმა მოაწერა ხელი და რომელიც იყო ანტიოცნებური, დიახ, პარტიული ნიშნით გამოტენის უკლებლივ ყველა უწყებას საქართველოს არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება FSB-ს კარდახით და ურთულესი იქნება მომავალი ხელისუფლებისათვის ცოცხის აღება პირდაპირ მნიშვნელობით, ცოცხის ოღონდ რაღაც ალუზიები ნუ გაგიჩნდებათ და გახვეტა იმ არაკვალიფიციური პირებისა, რომლებმაც
რომლებიც დაიკავებენ თუ საგარეოში, თუ სხვა უწყებებში და ასევე თავდაცვის უწყებაში ადგილებს პროფესიონალების ნაცვლად. ხო და ამბავის ეს არის, რომ ბიზინა ივანიშვილი ფსბ-ს კარდახით აპირებს ამის გაკეთებას და ნიადაგს სინჯავენ ამისთვის, ბარემ რო ვიცოდეთ. ახლა თავარი კითხვა, თავარი ამბავია უფრო ზუსტი რომ იყო. ამას თუ გავაცნობიერებთ კარგად. ამ შემთხვევაში და პოლიტიკური პარტიები გააცნობიერებენ პირველ ყოვლისა, ამ შემთხვევაში წესით და რიგით ჩვენი პროტესტი უნდა გასამაგდეს, როგორც გასამაგებაში 3000-დან 9000 კაცამდე ზრდას კი არ გულისხმობ, მე გულისხმობ 50000 კაციდან 150000 კაცამდე ზრდას, სად არის 50000 კაციო და მე გეტყვით რომ 50000-იც არის და 150-იც, 150-იც არის და 450-იც უკმაყოფილო ამ რეჟიმის მიერ და კიდევ ბოლო რემარკა აი ბოჭორიშვილის, მდინარაძის, პაპუაშვილის, კობახიძის, სხვების და სხვების დანიშნული ივანიშვილის დანიშნული არჩევნების საბოლოო ჯამში ჩვენ რად გვინდა ჩვენ ხელისუფლება უნდა გამოვტაცოთ და ამათ კი არ უნდა შევყვეთ ამათსავე თამაშში არამედ ჩვენ უნდა დამამარცხოთ ისინი ვიდრე არჩევნებამდე და როგორღაც მოვახერხოთ ისე მაქსიმალისტური მოთხოვნა თუ სურვილია ჩემი მესმის ხო რომ დავამარცხოთ ისე რომ ამ ქართულმა რუსულმა უცნებამ როგორც მტრის წარმომადგენლობამ საქართველოში არჩევნებში რომლებიც დაინიშნება მონაწილეობას კი არ მიიღოს იმიტომ რომ ის კოლაბორანტია და ის რუსული სპეცსამსახურების პირდაპირი წარმომადგენელია ისევე როგორც მის მიერვე შექმნილი ვატო შაქარაშვილების, კაკაბაძეების, ნიკოლაიშვილების, ვალერი კვარაცხელიების, ალტინფოების და სხვების ძალების, ისევე როგორც ხალხის ძალა, რომელიც ვითომ ოპოზიცია რეალურად კი არის უმრავლესობის წევრი, რომელიც ატარებს საკუთარ საინფორმაციო პოლიტიკას და საინფორმაციო პოლიტიკა არის გაგიკვირდებათ და გაცილებით უფრო ან ერთგვარად უფრო რუსული, ღიად რუსული, აი შეფარვით რუსულიც არა, ღიად რუსული, რომ საქართველოს როგორღაც მოხდეს რუსულ ნავში, ანუ მისი სახელმწიფოებრიობა როგორც ასეთი დამარცხდეს არ გაუვათ, მე კი ვიტყვი, ყოველთვის ვიტყვი ამას, ახლაც ვიტყვი და პირობითად 4 წლის შემდეგაც თუ მექნება ვიდეობლოგი ან როცა მექნება ვიდეობლოგი YouTube-სა თუ სხვა პლატფორმებზე ვიტყვი იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ამასობაში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის ეკნებათ მიღწეული. ნახვამდის.